დღეს ადამიანებს მადლობის გადახდა საზოგადოებრივი ეტიკეტი გონიათ. მადლიერება არის ის ძალა, რომელიც გარედან მიღებულ სარგებელს ინახავს ჩვენში ხარისხიანად და არ ფანტავს სამყაროში. რას ნიშნავს სიტყვა მადლიერება? სიტყვა მადლიერება იშიფრება როგორც მადლი. მადლიერება სიტყვა შედგება ორი ფრაგმენტისგან. მადლი და ერი. მადლი არის ერისთვის მნიშვნელოვანი არტეფაქტიო. შესაბამისად, მადლიერება არის მადლი, მადლობის გადახდა არის მადლი და როდესაც თქვენ მადლიერი ხართ, როდესაც თქვენ მადლობას იხდით, ეს არის ღვთიური მადლი და მიღებულ შედეგს ითვისებთ 100%-ით. აქ საუბარია მიღებული შედეგის ათვისებაში 100%-ით. მადლიერების გარეშე ეს არ ხდება. ხოლო როდესაც ადამიანს მადლიერება არ აქვს, რა ქვია ესეთ ადამიანს? უმადური. რას ნიშნავს სიტყვა უმადური? უმადური სიტყვა იშიფრება როგორც უკუნეთის მდუმარება. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება, რომ შენ ხარ უმადური, ის მას ეუბნება, შენ გაქვს უკუნეთის მდუმარება. რას ნიშნავს უკუნეთის მდუმარება? იგივე უმადურობა. შენ თუ უმადური ხარ, შენში არის უკუნეთის მდუმარება და ეს უკუნეთის მდუმარება ეხლა რას აკეთებს? შენ თუ მადლიერება არ გაქვს, შენ უკუნეთის მდუმარებაში უშვებ ყველა სარგებელს, რაც სხვა ადამიანისგან მიიღე. ნებისმიერ შედეგს, რასაც იღებ და მადლიერებას არ გამოხატავ, ავტომატურად შენ ხარ უმადური და ავტომატურად შენ უკუნეთის მდუმარებაში უშვებ ყველა მიღებულ სარგებელს და შენთან ის არ რჩება. შესაბამისად, დააკვირდებოდით, რომ უმადური ადამიანი ყოველთვის არის უკმაყოფილო და თქვენ ეს გიკვირთ. რატომ არის უკმაყოფილო? მე ხომ მის მიმართ გავეცი და უმადურია, მადლიერება არ აქვს. აქედან გამომდინარე, უმადურია და უკმაყოფილოა. რატომ არის იცით უკმაყოფილო? იმიტომ არის უკმაყოფილო, რომ რადგან უმადურია, მასში არ რჩება ეს ძალა და არ აქვს კმაყოფადობა. უკმაყოფილოა, ამიტომ შედეგს ვერ იღებს, სარგებელს ვერ იღებს, არც ინფორმაცია რჩება მის ტვინში, არც ფინანსები უჩერდება, არაფერი არ უჩერდება უმადურობის გამო. რადგან უმადურობა იგივეა, რაც უკუნეთის მდუმარება. და ეს უკუნეთის მდუმარება არის იგივე შავი ხვრელი ადამიანში, რომელიც ისრუტავს ყველა სარგებელს და უშვებს, სად უშვებს, ეხლა გასაგებია. უკუნეთის მდუმარებაში და ადამიანში აღარ რჩება არაფერი და ამიტომ უმადურ ადამიანს რაც არ უნდა გაუკეთო, ყოველთვის უკმაყოფილოა. იმიტომ არის უკმაყოფილო, რომ არ რჩება მასში სარგებელი უმადურობის გამო. და მადლიერება ადამიანში ტოვებს მადლს და არ არის ამიტომ მადლიერი ადამიანი უკმაყოფილო. არამედ ის არის კმაყოფილი. აზრი არ აქვს უმადურ ადამიანს რამე გაუკეთოთ. აზრი არ აქვს უკუნეთის მდუმარებაში შავ ხვრელში უშვებს ამ ყველაფერს და თქვენი ეს ენერგია წყალში იყრება. უმადურს დაეხმარო, იგივეა ნაგავში გადაყარო რესურსი. ეს არის ენერგეტიკული ფაქტი და მატერიალური ფაქტიც. მადლიერება რომ არ აქვს, ეს არის უმადურობა. ნახეთ, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მე მადლობას არ ვიხდი, მაგრამ უმადური არ ვარ. არა, მეგობრებო. ან მადლობას იხდი და მადლიერი ხარ, ან მადლობას არ იხდი და ავტომატურად უმადური ხარ. შესაბამისად, მადლიერება არ არის საზოგადოებრივი ეტიკეტი. მადლიერება არის ღვთიური არტეფაქტი, რომელსაც უნდა მიუდგეთ სერიოზული განზრახვით. რაც უფრო მეტ მადლიერებას გამოხატავ წვრილმანებში, მით უფრო დიდ მადლს აგროვებ. მაღაზიაში შეხვედი, იყიდე რაღაც მადლობა. ვიღაცამ გაგატარა კარებში მადლობა, 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 მადლობა და შენ უბრალოდ მადლობას კი არ იხდი. შენ იზიდავ მადლს. შენ ამ სიტყვას ყოველდღიურად რომ იმეორებ, მადლი, 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 სამყაროდან მოდის მადლი. დღეში თქვენ შეგიძლიათ ყველას ამის საშუალება გაქვთ მინიმუმ 30 მადლობა გადაიხადოთ. ყოველდღიურად რომ 30 მადლს იძახი. თქვენ იძახებთ მადლს თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერთან ერთად მადლს იზიდავთ მადლის სიტყვის განმეორებით. მადლობა, მადლი, მადლს იძახი, ილოცები. მადლით უნდა მიიღოთ ყველა წვრილმანი. ხურდა მოგაწოდა მაღაზიის გამყიდველმა? მადლით მიიღეს. მადლით მიიღე ის და მადლით იქნები გატენილი. დღეს უმრავლესობა ადამიანების უმადურობით არის გატენილი. მეგობრებო, გაიხსენეთ, მადლობას თუ არ იხდი, უმადურობით ხარ გატენილი და დღის განმავლობაში მადლობას თუ არ იხდი, ესე იგი უმადური ხარ და უმადურობას იზიდავ. შესაბამისად, უმადურობას რომ იზიდავ, შენში არ რჩება არაფერი. უკუნეთის მდუმარებაში მიდის ყველა ის გარე სარგებელი, რასაც იღებ. პურიც რომ იყიდო და მადლობას რომ არ იხდი, სად მიდის ეს სარგებელი? შენში არ რჩება ეს ენერგია. მადლობას არ იხდი. შენ რომ ეს პური იყიდე, ფულს კი იხდი, მაგრამ რით შეძელი ამ პურის ყიდვა? დილით ადექი, ძალა მოგეცა სამსახურში, უფლიდან. გესმის? შენ გგონია მადლობა სუხდი სხვას. მადლობა სხვისთვის არ არის. მადლობა არის განკუთვნილი თქვენთვის. თქვენთვის არის მადლობა განკუთვნილი ყველაფრიდან გამომდინარე. შენთვის
ის არის მადლობა შენთვის გააცნობიერეს იმისთვის რომ გარედან მიღებული შედეგი დარჩეს შენში რომ ყოველდღიურად ილოცო ამ სიტყვით მადლი და ეხლა კიდევ მოყვები ძალიან საინტერესო რაღაცებს რაც გერგება მადლობისგან რაც უფრო გულიდან არის მადლიერება წვრილმანებში განსაკუთრებით მით უფრო ხარისხიანად ხდება გარედან მიღებული სარგებლის ათვისება და რაც უფრო ღრმაგულიდან არის მადლიერება მით უფრო გაორმაგებულად და გასამაგებულად და გაუთხმაგებულად ხდება სარგებლის მიღება იმაზე მეტი ვიდრე მიიღო გარედან რა პროცენტულობითაც ხარ მადლიერი გულში იმ პროცენტულობით იღებს სარგებელს რა ზეგავლენას ახდენს შენი სიტყვა სამყაროში როდესაც იძახი მადლობას იგივე მადლიერებას როდესაც აჟღერებს სამყაროში შენ სამყაროში სიტყვა მადლის გაჟღერებით პირდაპირ უკავშირდები უფალს რადგან მადლი პირდაპირ კავშირშია უფალთან რადგან უფალია თავად მადლი და შენ რომ გაიძახი მადლობა უფალთან კავშირს ამყარებ ყველაფერთან ერთად ამიტომ თქვენ უბრალოდ მადლობას რაღაც ეტიკეტ სიტყვას კი არ იძახით იმ სარგებლებს კი არ იღებთ რაც ჩამოთვალე არამედ ლოცულობ უფალთან მადლს იძახებ სამყაროდან მადლს და უფალზე ლოცულობ მერე უკვე სამყარო გიგზავნის მადლს და შენი ცხოვრება მადლით არის სავსე ყველა მადლობის მიზეზი არის უფლისგან მოცემული უბრალოდ შენ ამას ვერ აღიქვა ესმის ამიტომ დღეიდან აღიქვი ეს და მადლიერება დაიწყე შენ რომ მადლიერება არ გაქვს და არ იხდი მადლობას წვრილმანებშიც კი შენი აზრით უმადურობა უკუნეთის მდუმარება ვის ეკუთვნის ქვემოთ ბნელს შენ რომ მადლიერი არ ხარ შენ ხარ უმადური შენ ხარ ბნელის მდგომარეობაში ავტომატურად გინდა შენეს არ გინდა შენეს გიფიქრია ამაზე შენ თუ არ გიფიქრია დაივიწყეთ ნეიტრალი არ არსებობს ამ სამყაროში მარტივი მიზეზის გამო მთელი განზომილება ყველაფერი პლანეტები ყველაფერი წინ მოძრაობს გაჩერდები დაგეწევა ბნელი უკუნეთი ამიტომ როდესაც შენ მადლიერებას არ გამოხატავ შენ უახლოვდები უკუნეთს და შორდები უფალს უმადურობით შენ უახლოვდები უკუნეთის მდუმარებას ეს ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ და სიტყვებში ჩაგვიშიფრეს ყველა სულიერი ცოდნა გესმით ამიტომ მადლით მიიღეთ ყველაფერი ან იქნებით უმადური და ვერ მიიღებთ ვერაფერს დილით მზეს რომ ხედავთ მადლობა გადაიხადეთ რაც უფრო მადლიერი ხარ მით უფრო მეტ მადლს გიგზავნის უფალი რადგან შენ ამას ნაგავში არ იყრი არ უგზავნი უკუნეთის მდუმარებას უფალი აცნობიერებს მადლის არტეფაქტი ძალა აცნობიერებს რომ რაც უფრო მეტს მოგცემს მით უფრო მეტს შეინახავ და თუ შენ უმადური ხარ მადლიერება შენ არ მოგცემს არაფერს რადგან ბნელს უგზავნი ნაგავში ყრი ამ ენერგიას არ ითვისებ უმადურობის გამო აზრი არ აქვს უმადურს რამე გაუგზავნოს სამყარომ ამიტომაც გითხარით რომ უმადურს არაფერი არ გაუკეთოთ თქო აზრი არ აქვს თვით სამყარო არ აძლევს უმადურს არაფერს ეს არის სამყაროს კანონზომიერებები მეგობრებო სამყაროს მექანიზმია ეს რომელიც უნდა გააცნობიეროთ კარგად უფალი რაციონალურად ანაწილებს ყველაფერს უმადურია არაფერი არ მიცე რატომ იმიტომ რომ მიცემულს გაუშვებს სატანასთან უკუნეთის მდუმარებაში უმადურობაში აზრი არ აქვს უმადურს რამე მისცე აზრი არ აქვს აზრი რომ ხონდეს კიდე მისცემს უფალი აზრი არ აქვს და მექანიზმი ისეა სამყაროს რომ არაფერს არ აძლევს უმადურს ამიტომ სამყარო გიყურებთ პირდაპირ მნიშვნელობით და გაკვირდებათ მადლიერებაში ხარ ინახავ მოცემული ენერგიას თუ უკუნეთის მდუმარებაში უშვებთ ამ ენერგიას თუ ხედავს სამყარო რომ მადლიერი ხარ გიგზავნის ძალას ნდობის ეკვივალენტში რამდენად მადლიერი ხარ რომ შენ ეს ძალა არ გადაყარო თუ შეხედავს რომ უმადურობაში გადახვედი გააჩერებს მოცემას რადგან აზრი არ აქვს მოგცეს მაინც ნაგავში ყრი და სად არის ამ სამყაროში ღვთიური ენერგია ნაგავში გადასაყრელი არ იკადრებს ამას ღვთიური სამყაროს მექანიზმები მეგობრებო არ მოგცემთ არ კადრებს ღვთიურ ძალას ამას ხშირად სვენია გამოდა მადლიერი იყავი გულში იყავი ან წიგნებს წერენ გამწარებული ეზოთერიკოსები და მადლიერება მნიშვნელოვანია ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება არავინ არ მიხსნის რა ხდება აი ესეთი რაღაც აზრი მიჩნდება როდესაც რაღაცაზე ღრმად დავფიქრდები როდესაც ანახსნელი აქვთ ჩემთვის მადლიერება სადღაც მომისმენია რაღაც სულიერი პირისგან ან წიგნებ რაღაც არავინ არ მიხსნის ყველა მეუბნება გარედან მადლიერება არის კარგი მადლიერება გქონდეს გულში და ყველა იმეორებს ერთმანეთს
ერთნაირად იმეორებს ყველა, მეგობრებო, რა გჭირთ, ხალხო, ცოტა გახსენით, გავხსნათ ეს რა არის, ის რა არის, ეს რა არის, მადლობა რა არის, რომ ეს ხალხი მიხვდეს, მექანიკა როგორ მუშაობს, მადლობის და არა ის, რომ ყველა ვიმეოროთ. მადლობა, კარგია. მადლობა, კარგია, გაიმეორეთ, ხალხო, თუთიყუშებივით და ხალხი არ აკეთებს ამას, იმიტომ რომ არავის არ უნდა თუთიყუშობა. ხალხს უნდა გაიგოს რაღაცას რატომ ამბობს და როდესაც ამას არავინ არ უხსნის ფუნდამენტურად, ის ამას არ აკეთებს. გესმით? ამიტომ დღეს თქვენ ეს რომ ისმინეთ, დღეს უკვე თქვენ გაცნობიერებული გაქვთ თუ რაოდენ ფასეულია მადლიერება. რომ ეს არ არის სოციალური ეტიკეტი, არამედ ეს არის ღვთიური არტეფაქტი, რომელიც თქვენ გაძლევთ კოლოსალურ ძალას. გესმით? დატკბით დღეს ამ ღვთიური ცოდნით და მიიღეთ ეს მადლიერებით და გააცნობიერეთ ცნობიერში რას გეუბნებით. გააცნობიერეთ. კარგი, დაუბრუნდეთ მადლიერებას. ამიტომ მეგობრებო, თქვენ უნდა იყოთ მადლიერებით მოცული და თქვენ იქნებით მადლით მოცული. შესაბამისად, თქვენში არ იქნება უკუნეთის მდუმარების შავი ხვრელი, რომელიც ისრუტავს ყველა გარე შედეგს, ეს იქნება რჩევა, ფინანსები თუ სხვა რა მნიშვნელობა არ აქვს. აღარ იქნებით უკმაყოფილო, რადგან იქნებით კმაყოფილი მადლიერებიდან გამომდინარე თქვენში დარჩება რესურსები, იქნებით მადლით მოცული, მადლიერებას მოიზიდავთ ამ სიტყვის გაჟღერებით და იქნები სავსე, იქნები სავსებადობით სავსე, კმაყოფადობით კმარი, სავსე იქნებით, გესმით? მადლიერი იქნები სავსე, უმადური იქნები უკმაყოფილო ცარიელი იგივე. შესაბამისად, მადლიერება აგროვებს ძალას და თითეული მადლობა წვრილმანებშიც კი არის უფლის სახლთან მისასვლელი საფეხურები. უმადურება არის უკუნეთის მდუმარებაში ქვემოთ ჩასვლის საფეხურები ბნელთან. ამიტომ, როდესაც მადლიერი ხარ და შესაბამისად ავტომატურად მადლში ხარ, შენ ხარ უფალთან პირდაპირ. მოდი ცოტა სხეულის ბიოქიმიაზე გადავიდეთ. დაკვირვები ხართ მადლობას როცა იხდით, იმ მომენტში, იმ რამდენიმე წამში შიგნით რას გრძნობთ? ფიზიკური შეგრძნებების დონეზე. როდესაც მადლობას იხდით, თითქოს რაღაც ტრანსის მედიტატიურ მდგომარეობაში გადადიხართ. დააკვირდით და სიყვარულის შეგრძნებაც დამატებით გაქვთ, შვიდის შეგრძნებაც გაქვთ, ორგანიზმი, სხეული რაღაც მოდუნებულ მდგომარეობაში გადადის. მედიტატიურ მდგომარეობაში გადადის რამდენიმე წამით, ყველაფერთან ერთად. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს უფლის კალთაში ხარ, რადგან ამ მომენტში აქტიურდება ჩვენ სხეულში ბიოქიმიური პროცესებიც. ნახეთ, სად მივდივარ, მადლიერება აჯანსაღებს ჩვენ სხეულსაც. მადლიერების გადახდისას უფალთან სიახლოვეს გრძნობ. ამ სიახლოვეს თქვენში შემოაქვს ღვთიური ენერგია. ეს ღვთიური ენერგია თქვენში წარმოქმნის მშვიდის მედიტატიურ მდგომარეობას, რომელიც თქვენს ბიოქიმიაზე მოქმედებს. გამოიყოფა უამრავი სასარგებლო ჰორმონები ორგანიზმში, რომელიც ორგანიზმს კურნავს ასევე. გამოიყოფა შესაბამისი ანტისხეულაკები, რომელიც პირდაპირ ებრძვის ორგანიზმში ვირუსებს და ბაქტერიებს. მადლიერების გამომუშავებით თქვენ თავში ცვლით თქვენი სხეულის ბიოქიმიას, ხოლო უმადური თავის სხეულში ცვლის თავის ბიოქიმიას, თავის იმუნიტეტს ასუსტებს, ანგრევს და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ის ვერ ხვდება. მარტივად რომ გითხრათ, მადლიერებისას სხეულში პირველ რიგში გამოიყოფა იმუნოგლობინა. ეს არის ანტისხეულაკი, რომელიც პათოგენებს ებრძვის ორგანიზმში. ამიტომ მეგობრებო, იყავით მადლიერები და თქვენ გახდებით მადლით სავსე. თქვენ იქნებით უფალთან ახლოს, თქვენ იქნებით სასწაულში. მარტივად რომ გითხრათ, ყველას გისურვებთ მადლში ყოფნას, მადლიერებაში ყოფნას.